გამარჯობა თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს გიერთდებით აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც დღეს პლენარული სხდომა არის ჩანიშნული, რომელზეც აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩევენ ასევე აჭარის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კანდიდატი არის სულხან თამაზაშვილი, რომელსაც დღეს დეპუტატები გამოუცხადებენ ნდობას, ასევე გეტყვით იმას, რომ ამავე სხდომაზე ნდობას გამოუცხადებენ მთავრობის შემადგენლობას და ჩვენ ვიცით ის, რომ მინისტრთა კაბინეტი რჩება უცვლელად და ისინი კვლავ გააგრძელებენ მუშაობას იმ თანამდებობაზე, რომლებიც მანამდე იყვნენ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტში. გეტყვით იმასაც, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც თორნიკე რიჟვაძემ 7 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ უკვე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, როგორც თავად ამბობს, დატოვა თანამდებობა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოება არ ჩათვალა ანგარიშვალდებულად და თანამდებობა დატოვა Facebook პოსტის მეშვეობით და მან არ განმარტა გადაწყვეტილების შესახებ და დღემდე არ იცის საზოგადოებამ თუ რის გამო მიიღო თორნიკე რიჟვაძემ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღილა საზოგადოებამ რამდენიმე წუთში. აღსანიშნავია ის, რომ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს ირჩევს სულხან თამაზაშვილს, რომელიც არის სანქცირებული ჩინოვნიკი და მას უნდა გამოუცხადონ დღეს ნდობა და არალეგიტიმურად აირჩიონ მთავრობის თავმჯდომარედ. სხდომა ჩანიშნული არის 11 საათზე და უკვე 11 საათზე დაიწყება შესაბამისი პროცედურები, მოусმენენ მინისტრებს, ასევე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს. სავარაუდოდ ჩვენ ამ სხდომას პირდაპირ ეთერში ვერ შემოგთავაზებთ, მათ შორის ჩვენ ვერ დავსვამთ კითხვებს, რადგან სავარაუდოდ მედიის წარმომადგენლებს, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს ამ სხდომაზე არ დაუშვებენ, რადგან დაახლოებით 1 საათია, რაც ადგილზე ვიმყოფები და დაცვის სამსახური შიდა ტერიტორიაზე აჭარა ტაიმსის გადამღებ ჯგუფს არ უშვებს. დაცვის თანამშრომელმა ჩვენ გადაგვამისამართა უკვე პრესსამსახურთან, რომელმაც თავის მხრივ მოიმეზეზა ის, რომ სხდომის დარბაზი არის ხალხით სავსე და დიდი ალბათობით ჟურნალისტებს შიდა ტერიტორიაზე არ დაუშვებენ, თუმცა ეს ალბათ არის მიზეზი იმისა, რომ აჭარა ტაიმსი ამ სხდომაზე არ დაუშვან, რადგან ჩვენ ვართ მედია საშუალება, რომელიც კითხვებს სვამს და ეს კითხვები ხშირად მათთვის არის უხერხულობის შემქმნელი და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ეს შეზღუდვა, რომელიც ცხადია მანამდე ჩვენ არ გვახსოვს. ეს არის ალბათ მოვლენა და ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენლების გარეშე და ჯერჯერობით არ ვიცით მოხდება თუ არა გადაწყვეტილების შეცვლა და შეგვიშვებენ თუ არა სხდომათა დარბაზში. მე ახლა მექნება მცდელობა, რომ დაცვის სამსახურის თანამშრომელს ვკითხო თუ რატომ არ მიშვებს სხდომათა დარბაზში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ გვიღებთ კარებს და რატომ არ გვიშვებთ? თქვენ რა გითხრათ პრეს-ცენტრმა? ვინ არ უნდა შეუშვათ შიგნით? პრესსამსახური არ პასუხობს ჩემს ზარებს და შეგიძლია მითხრათ, უბრალოდ მიპასუხა, მაგრამ მითხრა რომ ვერ დამიშვებდა და თქვენ გითხრათ რატომ ვერ დამიშვებს? ანუ კონკრეტული მედია საშუალებების სია მოგაწოდეს, ვინც უნდა შეუშვათ შიგნით?
აი, ასეთი არის დამოკიდებულება აჭარის უმაღლესი საბჭოს დაცვის სამსახურის მხრიდან ყველა კითხვაზე ისინი პასუხობენ, რომ უნდა მივმართოთ პრესცენს და ეს ცხადია არის ქართული ოცნების პოლიტიკა ასეთ შემთხვევებში ისინი გვამისამართებენ პრესსამსახურისგან, თუმცა პრესსამსახურიც ამ შემთხვევაში არ არის გამოსავალი, რომ ჩვენი უზრუნველყოს, რომ ჩვენი გაშუქება უზრუნველყოს ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი იმის შესახებ თუ რის გამო დღეს ვერ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას ერთ-ერთი მიზეზი ასე ვთქვათ არის ის რომ დარბაში არის ხალხმრავლობა და სწორედ ამიტომ შიდა ტერიტორიაზე ჩვენ ვერ შეგვიშვებდა, თუმცა ჩვენ ცხადია დაველოდებით ამ ტერიტორიაზე და ვნახოთ სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეუშვებენ თუ არა შიდა ტერიტორიაზე. ინფორმაციისთვის კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით იმას, რომ დღეს აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო ირჩევს აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს, რომელიც ასევე არის სანქცირებული პირი სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა თანამდებობა და მან განმარტა Facebook პოსტში, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება და ტოვებდა ის თანამდებობას. ის ძირითადად ამ Facebook პოსტში შემოიფარგლებოდა მადლობას უხდიდა ბიძინა ივანიშვილს, ასევე თანაგუნდელებს და ბოლო მადლობა, ასე ვთქვათ, მოიტოვა ხალხისთვის და მან რეგიონის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობს, ჰქონდა მათი ნდობა. დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ამ დროისთვის წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელზეც ჯერჯერობით არ ვიცით, შეუშვებენ თუ არა მედიის წარმომადგენლებს. პირველადი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ასეთი, რომ ადგილების სიმცირის მიზეზით აჭარა ტაიმსი ამ სხდომას ვერ გააშუქებს. დაცვის სამსახურმა კარები ჩაგვიკეტა და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევს. ცხადია ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც არის ახლა მართვის სადავეებთან, მისი მართვის სტილი არის ის, რომ იყოს გაუმჭვირვალე, ის ბოლო წლების განმავლობაში არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა საჯარო შეხვედრებს ატარებს მედია საშუალებების გარეშე დახურულ კარს მიღმა და ამით ისინი ცდილობენ იმ კითხვებს გაექცნენ, რაც არსებობს საზოგადოებაში და ეს კითხვები არის იმასთან დაკავშირებით, რომ დღემდე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მიიჩნევს ხელისუფლებას ლეგიტიმურად და მათ მიაჩნიათ ის, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა ოქტომბერში, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამიტომ დღეს უკვე 120 დღეზე მეტია, რაც აჭარაში, მათ შორის საქართველოს სხვა ქალაქებში, დედაქალაქშიც კი უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში გამოსული ხალხი ითხოვს პროევროპული კურსის გაგრძელებას, ასევე ახალი არჩევნების ჩანიშვნას და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას. და ეს უწყვეტი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება 19 საათიდან. ბათუმში ეს არის აჭარის უпростоრად აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ გაიტყვით იმას, რომ დღეს აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო ირჩევს აჭარის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, რომელიც არის სანქცირებული პირი, პოლიციელი და მას დღეს თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ ნდობა, თუმცა მანამდე ისინი მოусმენენ მინისტრებს, ასევე
თამაზაშვილს, რომლის შემდგომაც უკვე გაიმართება არჩევის პროცედურები. სულხან თამაზაშვილი რამდენიმე დღის წინ წარადგინეს მას შემდეგ, რაც უკვე თორნიკე რიჟვაძემ, როგორც თავად ამბობს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. დღემდე არ ვიცით ჩვენ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძემ, მათ შორის არ პასუხობენ ამ კითხვას უკვე ქართული ოცნების სხვა ჩინოვნიკები. ჩვენ ამ კითხვას როდესაც ვსვამთ, გვეუბნებიან, რომ უნდა მივმართოთ თორნიკე რიჟვაძეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძე მედიისთვის არის ხელმიუწვდომელი, მანამდეც ის სხვადასხვა შეხვედრებს ატარებდა ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მედიას არ გააჩნდა. შესაბამისად, მოკლებული ვართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კითხვების დასმის შესაძლებლობას და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება პროცესებს მართავს არადემოკრატიული პრინციპებით და ისინი გაურბიან მედია საშუალებების წარმომადგენლების კითხვებს, რადგან ალბათ უხერხულობას უქმნით მათ ის გარემოება, რომ ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რაზეც მათ პასუხები არ გააჩნიათ. მე გეტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, სადაც არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ჯერჯერობით შიდა ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენლებს შიდა ტერიტორიაზე სავარაუდოდ არ დაუშვებენ. დასაწყისში ვიდრე პირდაპირ ეთერს ჩავრთავდი, გეტყვით იმას, რომ აქ მინისტრთა კაბინეტის ქართული ოცნების ჩინოვნიკები მოდიოდნენ, თუმცა ახლა ეს პროცესი შეწყდა, არ ვიცი ეს რით არის განპირობებული, სავარაუდოდ მეორე შესასვლელით სარგებლობენ და ისინი უკვე ამ ტერიტორიაზე აღარ შემოდიან. ასეთი არის ახლა ვითარება ჯერჯერობით მიმდებარე ტერიტორიაზე, არის სიმშვიდე, სავარაუდოდ სულხან თამაზაშვილი უკვე იქნება შენობაში და ის სხდომის დაწყებას ელოდება წუთი-წუთზე, რომელსაც სავარაუდოდ პირდაპირ ეთერში გადასცემენ, თუმცა ეს ცხადია ვერ უზრუნველყოფს საჯაროობას, რადგან ამ სხდომის შემდგომ უკვე მედიის წარმომადგენლები ვერ დასვამენ კითხვებს და საზოგადოებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხებს ჩვენ ვერ მოვიპოვებთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავწერეთ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელმაც თქვა, რომ არ იცის თუ რის გამო დატოვა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ციცოდეს გადაწყვეტილების მოტივი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ ეს საზოგადოებას განუმარტოს. არადა მათი პირდაპირი მოვალეობა, რომ საზოგადოებას ანგარიში გაუწიონ და განუმარტონ, რომ რის გამო იღებს ჩინოვნიკი გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დატოვოს. თუმცა, როგორც ჩანს, დავით გაბაიძე თავს ვალდებულად არ თვლის, რომ საზოგადოების წინაშე ახსნა გააკეთონ თუ რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება.
მე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით იმას, რომ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს ირჩევს მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, რომელიც არის სანქცირებული პირი და მას დღეს თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ ნდობა, თუმცა მანამდე მას მოусმენენ და მის სამოქმედო გეგმას წარადგენს თამაზაშვილი დეპუტატების წინაშე. ჩვენ წუთი-წუთზე ველოდებით უკვე გადაწყვეტილებას დაუშვებენ თუ არა მედიის წარმომადგენლებს ამ სხდომაზე. ეს არის პლენარული სხდომა, რომელიც არის კანონის თანახმად საჯარო, თუმცა როგორც ჩანს, საჯაროობის პრინციპი დღეს დაირღვევა, რადგან უადგილობის, ადგილის სიმცირის მიზეზით აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს, რომ ეს სხდომა დახუროს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება გაურბის კითხვებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და მათი მცდელობა იმის შესახებ, რომ დახურონ და მიუწვდომელი იყოს ეს ყველაფერი, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ იმ კითხვების მოსმენა, რაც ალბათ უხერხულობაში აყენებთ ზოგიერთ მათგანს და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს სხდომა დაიხუროს. მიუხედავად იმისა, რომ წუთი-წუთზე იწყება უკვე ეს სხდომა, ჯერჯერობით მედიისთვის ეს კარები არ იღება, დაცვის სამსახური გვეუბნება, რომ მედია საშუალების წარმომადგენლები არ დაიშვებიან. აქ რამდენიმე წუთის წინ დეპუტატები, ასევე მთავრობის შემადგენლობა, წევრები მოდიოდნენ, თუმცა ეს პროცესი უკვე შეწყვეტილი არის. მე ვარაუდობ, რომ როცა დაინახეს უკვე აქ მედიის წარმომადგენლები მუშაობდით, სავარაუდოდ ისინი სარგებლობენ უკვე უკანა შესასვლელით და სავარაუდოდ ამ ფორმით ისინი ცდილობენ, რომ მედიის წარმომადგენლების კითხვებს თავი აარიდონ და მე ახლა თუ ისინი არ მიყურებენ პირდაპირ ეთერში და სტრატეგია თუ არ შეცვალეს, მე შევეცდები, რომ უკვე მეორე შესასვლელიდან გაჩვენოთ თუ რა ხდება იმ ტერიტორიაზე. მანამდე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს ირჩევს არალეგიტიმურ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, რომელიც არის სანქცირებული პირი და მისი არჩევის პროცესი მიმდინარეობს აი ასეთ ფორმატში დახურულ რეჟიმში. კი სავარაუდოდ ამ კარებით სარგებლობენ უკვე მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის სავარაუდოდ სულხან თამაზაშვილმაც ამ შესასვლელით ისარგებლა. მოგესალმებით, შეგიძლიათ გითხრათ მედიისთვის რატომ არის ეს შეხვედრა დახურული? პრესსამსახურს მივმართეთ, თუმცა კარები არ გაიღო და თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რის გამო არის დახურული ეს კარები? მიზეზად რა გითხრეს, რატო არ უნდა შემოუშვათ მედიის წარმომადგენლები? უკაცრავად შეგიძლიათ გითხრათ
თქვენ რა ბრძანება მიიღეთ, რის გამო არ უშვებთ მედიის წარმომადგენლებს? აი კადრში ვხედავ თორცდები, ჭრის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მშვიდ ტერიტორიაზე გადაადგილდება. თუ გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, ცხადია დავით გაბაიძეს ვკითხავთ, რატომ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი სხდომის კარები უნდა დაიხუროს მედიის წარმომადგენლებისთვის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთადერთი თუ სწორად მახსოვს, ერთადერთი შემთხვევა და გამონაკლისი, როდესაც პლენარული სხდომის კარები იხურება მედიისთვის და ასე დახურულ კარს მიღმა ირჩევენ აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს. ეს არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის მოულოდნელი შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ცხადია ნებისმიერ შესაძლებლობაზე გვექნება იმის მზაობა, რომ ვკითხოთ თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რატომ ხურავენ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას, სადაც უნდა აირჩიონ რეგიონის პირველი პირი. შეგიძლიათ გითხრათ, რატო დაიხურა მედიისთვის კარები? მედიისთვის. ანუ რა გამოდის, შიგნით უნდა შევიდნენ ჩინოვნიკები უკვე მანქანებით, რომ მედიას არ ქონდეს მასთან შემხებლობა? რატომ დაიხურა მედიისთვის კარები? შეგიძლიათ გითხრათ? შეგიძლიათ გითხრათ, ვისგან არის ეს ბრძანება, რომ კარები უნდა დაიხუროს მედიისთვის? ამ ფორმით აპირებთ ურთიერთობას. აი თქვენ ხედავთ, ერთ-ერთი ავტომობილი შევიდა შიდა ტერიტორიაზე და ჩვენ აი ამ ფორმით დაცვის სამსახურის თანამშრომლები გვიკეტავენ კარებს და არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გადავიღოთ თუ ვინ შევიდა ამ კარებით. თორცდები, ეს იყო სულხან თამაზაშვილი, ჯერჯერობით კადრების გარჩევა მიჭირს. მან პირი, რომელიც შევიდა უკვე ამ მანქანიდან, უმასპინძლა აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელმაც სავარაუდოდ შეგვამჩნია, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ მედიის წარმომადგენლებს მუშაობა გვიწევს ასე გარე ტერიტორიიდან ღობის მიღმა. სხვათა შორის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. პრინციპში თორცდები აქ უკვე ამ ტერიტორიაზე მორჩა ჩინოვნიკების შესვლის პროცედურები და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დაიწყება ეს სხდომა. მე უკვე დავბრუნდები უკვე მეორე ალტერნატიულ შესასვლელთან, სადაც უკვე მედიის წარმომადგენლებს, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს უშვებენ და მე კიდევ ერთხელ მექნება მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომას დავესწრო და ვნახოთ შეცვალა თუ არა უმაღლესმა საბჭომ ის გადაწყვეტილება, რაც უკვე მიიღეს, რომლის თანახმადაც პლენარულ სხდომაზე არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ცხადია დავუკავშირდით აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს, პირადად ფერიდე უსტიაშვილს, რომელმაც მოიმიზეზა, რომ დარბაზში ხალხმრავლობა იყო და სწორედ ამ გარემოების გამო ის ვერ შეგვიშვებდა შიდა ტერიტორიაზე, თუმცა ეს სავარაუდოდ არის უსაფუძვლო მიზეზი, რადგან მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე წესით არავინ უნდა იყოს.
ხო, აქ მედია ემზადება იმისთვის, რომ ამ სხდომას დაესწროს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიახ, მე შევეცდები კოლეგებს გავესაუბრო. ნატო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენც უარი გვეთხრეს ამ სხდომაზე შესვლა არ შეიძლება მოიმიზეზეს ხალხმრავლობა. თქვენთვის ეს რას ნიშნავს, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ხდომა დახურეს. არ ვიცი, ჩვენ ვცდილობთ რომ გავარკვიოთ რატო დახურეს, იმიტომ რომ ეს ღია საჯარო ხდომა, გვაქვს აკრედიტაციები ჟურნალისტებს და პირველი შემთხვევა, არ ვიცი, რას ნიშნავს და იმას რომ რეჟიმია გამაგრებული, იმიტომ რომ ხედავთ უამრავი პოლიციელი როგორც გარეთ, ისევ შიგნით, ბევრი ხალხი რავი. მედიამ არ უნდა გააშუქოს. არც ერთ არხს არ უშვებენ, უბრალოდ დახურეს ხდომა და ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს განმარტება რა არის მის მიზეზი, რომ სხდომა არის დახურული, არც პასუხობენ ტელეფონს. ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ გავარკვიოთ რეალური მიზეზი რა სხდომა. კი, მე სხვათა შორის უკავშირდებოდი პრესსამსახურს ფერიდე უსტიაშვილს და მან მოიმიზეზა ის, რომ ადგილების სიმცირე არის, ხალხმრავლობა არის, თუმცა მედიისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ცხადია, არც არავინ უნდა იყოს, ხო? უმაღლეს საბჭოში არის გამოყოფილი, არის საკმაოდ დიდი დარბაზი, არის გამოყოფილი ადგილი მედიისთვის. ესე იყო ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე და როგორც ჩანს, ახალი ხელმძღვანელი, ახალი კანონებით ჩამოვიდა და ვეცდებით რომ გავარკვიოთ და მივიღოთ პასუხები ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, ჩვენც არ ვიცით მიზეზი. ფაქტია ის, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. გვაქვს ყველანაირი უფლება იმისი, რომ შევიდეთ, ვიმუშაოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამის საშუალებას არ გვაძლევთ. გასაგებია, მადლობა. თეა, შენც რომ გითხრათ, თქვენი მოსაზრება ალბათ გქონდათ მცდელობა იმისა, რომ დაესწროთ ამ სხდომაზე გააშუქოს, თუმცა რა პასუხები მიიღეთ და რაზე მეტყველებს ის, რომ მედიისთვის იხურება საჯარო სხდომა, რომლის კანონიც ავალდებულებთ მათ, რომ საჯაროობა უზრუნველყო, ხო? აჭარის ახალი თავმჯდომარე უკვე თავის ზეგავლენებს ახორციელებს სავარაუდოდ, რადგან პირველი სხდომა არის, რომ წარდგეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე და უკვე დახურა. ფაქტია, რას მიგვანიშნებს ეს არის უკვე რეჟიმი ჩამოყალიბებული 25 წელზე მეტია აჭარის უმაღლეს საბჭოს ვაშუქებდა, ჯერ ესეთი ფაქტი და ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა. მედიას არ უშვებენ საჯარო სხდომაზე აჭარის მოსახლეობამ უნდა გაიგოს თუ რა ხდება უმაღლეს საბჭოში. გამოყოფილი არის ოფიციალურად მედიისათვის ადგილი, თუმცა სავარაუდოდ იქაც არ არის ჩვენი არ მოიძებნა ჩვენი ადგილი დღეს და ბუნებრივია რომ აკრედიტაციები გვაქვს წლებია უმაღლეს საბჭოს ხდომებს ვაშუქებთ და დღეს ესეთი ფაქტის წინაშე დავდექით, რასაც მიუთითებს უკვე მაყურებელმა განსაჯოს. მადლობა თეა. ჯენი, შენს ალბათ არ გიშვებენ ხომ? უარი გითხრეს სხვებთან ერთად. თქვენ რას შეიძლება უკავშირდებდეთ ამ დამოკიდებულებას და თუ გახსოვთ პროფესიული საქმიანობისას ასეთი შემთხვევა? ამდენი წელია საკანონმდებლო ორგანოში ვაშუქებს სხდომებს და პირველად ხდება, როდესაც მედიას არ აქვს შესაძლებლობა არათუ სხდომათა დარბაზში შენობაშიც კი შევიდეს. ჩვეულებრივად მოვედი, როგორც ყოველთვის ხდება და დაცვამ უკვე კარში აღარ შემიშვა და მითხრა, რომ ვერ დაიშვება მედია და მსგავსი პრეცედენტი ნამდვილად არ მახსენდება, წარმოუდგენელია მედიას უწევდეს ქუჩიდან გაშუქება სხდომაზე არსებული ვითარების ველოდები პასუხებს. ძალიან საინტერესოა რა ხსნა იქნება ამ ყველაფერს და ახლა ვცდილობ დაკავშირებას. მადლობა ჯენი. მანანა, შენს კითხავ, რაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება ჩაიკეტა და გადახურულ კარს მიღმა, იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებას ხედავს საზოგადოება? აქამდე თორნიკე რიჟაძის ჰქონდა ჩაკეტილი მხოლოდ აჭარის მთავრობა, ახლა არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომაც გადაწყვეტა დაარღვიოს კანონი, დაარღვიოს რეგლამენტი და შეგვიზღუდოს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება. ეს მეტყველებს ერთადერთ რამეზე. არ სცემენ პატივს კანონს, არ სცემენ პატივს მოქალაქეებს და არ აქვთ გააზრებული ერთი რამე. ისინი არიან დაქირავებულები. ანუ ქართველი გადასახადის, საქართველოს მოქალაქე გადასახადის გადახდელების მიერ არიან დაქირავებულები. ეს თანამდებობები მათ საჩუქარი კი არ არის. დაქირავებულები არიან. მათ შორის სულხან თამაზაშვილი, რომელსაც დაამტკიცებენ, არის დაქირავებული, იქნება დაქირავებული და კეთილი ინებონ და თავიანთი, ასე ვთქვათ, ვალდებულება, რაც არის ანგარიშვალდებულება ხალხთან შეასრულონ. მადლობა მანანა. დიახ, ასეთი არის მედიის წარმომადგენლების განცხადებები და პოზიციები, მათ პროფესიული საქმიანობისას არ ახსოვთ ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს საჯარო შეხვედრა სხდომა
იხურება მედიის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ახლა კადრში ხედავთ მედიის სხვა წარმომადგენლების წარმომადგენლებს. ეთერ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ამ რეგიონში პროფესიულ საქმიანობას ახორციელებთ. თუ გახსოვთ ასეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო სესია იხურება მედიის წარმომადგენლებისთვის და ეს გარემოება თქვენი შეფასებით რაზე მეტყველებს? არ მახსოვს ერთი მოკლედ ეს არის რომ მე არ მახსოვს შეიძლება რაღაც გამომეპაროს ერთჯერადად მაგრამ ერთჯერადი შეიძლება პროცესი იყოს სადღაც ოდესღაც მაგრამ მე არ მახსოვს ანუ რაც შეეხება ახლა ამას ეს ნიშნავს იმას რომ საჯაროობის არავითარი მოლოდინი არ უნდა გქონდეს დემოკრატია არის წექქვეშ გაგდებული ასე ვთქვათ და ადამიანი საზოგადოება რომელიც მის წინაშე სანგარიშ ვალდებულები უნდა იყვნენ ესე ამათ არ აინტერესებთ ამათ ყავთ თავისი აქვთ თავიანთი ინტერესის სფეროები ინტერესის საგნები და მათი ორიენტირი არის ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვება თავარი ორიენტირი ეს არის არ არის ორიენტირი ის რომ ადამიანებს საზოგადოებას უთხრან რას აკეთებენ როგორ აკეთებენ და რატომ აკეთებენ ეს არის ზუსტად ამის საფუძველი რომ ამას ასე ხურავენ და არ აქვთ წინასწარი განცხადებაც კი არ გაუკეთა არავინ არ გვაფრთხილა ვთქვათ რომ არ იქნება გუში ხო ვიკითხულობთ რომ როდის იქნება რა იქნება არავინ არ გავაფრთხილა ეს თვითნებობის ანუ შესანიშნავი მაგალითი რა ვიცი რა ვთქვა ძალიან ცუდია როცა საკანონის ასეთი საკანონმდებლო ორგანო ქვია თვითონ ხო და ძალიან ცუდია ასეთი მასშტაბის უგულებელყოფა მაგრამ ეს პარლამენტი გახსოვთ ხო ონლაინ მედიებს არ უშვებს უკვე რახანია სხდომათა დარბაზში და მოდელია ჩვეულებრივ და პრობლემა აქვს კი ბატონო მადლობა გასაგებია მადლობა ეთერ ნანა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ თუ გახსოვთ ასეთი შემთხვევა თქვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას და რაზე მიუთითებს და მეტყველებს რომ დახურულ კარს მიღმა ირჩევენ კადრს რომელმაც უნდა გადაწყვეტოს ამ რეგიონის ბედი რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც არ მახსენდება და არ შემთხვევით არ მგონია ცხადია ეს აბსოლუტურად პირდაპირი განაცხადია იმისი თუ როგორ განვითარდება მედიასთან ურთიერთობა ზოგადად პარტია ქართული ოცნება რომელიც არალეგიტიმური მმართველი ძალა ამ წუთას საქართველოში თავის მედიასთან დამოკიდებულების პრეზენტაციას დეკლარირებას ახდენს ყველა წუთს მედიის იგნორით მედიაზე თავდასხმით მედიის წარმომადგენლები დაკავებით იცით რომ ზეამაღლობელი ციხეშია ამ წუთას და დღეს სასამართლოს ხდომა მისი გუშინ დააკავეს პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის საბაბით ინდიგო ჟურნალისტი არაერთი ჟურნალისტია ნაცემი ფიზიკურად დაზარალებული და არც ერთი საქმე გამოძიებული აი ის სლოგანი რაც საპროტესტო აქციებს ახლავს საქართველოში ყველგან პოლიცია არსად სამართალი არის მართლაც რაც რეფრენად გასდევს ამ პროტესტს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ეს ხდება ახლა აჭარაში. პოლიცია და არსად სამართალი მედიას უარს ეუბნებიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბის გაშუქებაზეც კი როგორც არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა. არის აბსურდი ხო, მაგრამ ამ აბსურდში ცხოვრობთ კი სულხან. მადლობა ნანა. დიახ, სხდომის პარალელურად უკვე იმართება მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქციაც და თქვენ ხედავთ საპროტესტო ბანერებს, რომლებიც გაშალეს ამ ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებმა. სხვათა შორის დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიც არის ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მანამდე ის გახდა თბილისის პოლიციის უფროსი და კიდევ უფრო მანამდე იმერეთისა და რაჭის მხარის პოლიციის უფროსად მუშაობდა სამხარეო სამმართველოში. ზუსტად იმ პერიოდში დაემთხვა ნამოხვანის გიგანტური ჰესების კასკადის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ხანგრძლივი გამოსვლები და ამ კაცს იქ ბრჭყალებში საგბირო საქმეები აქვს ჩადენილი. მთელი 2 წლის განმავლობაში რიონის ხეობის მოსახლეობას ბლოკადა გაუკეთა ადამიანებს, რომლებიც ამ ჰესების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თავის სახლ-კარში არ უშვებდა მისი დაქვემდებარების ქვეშ
პოლიციისთვის მიცემული ბრძანებები. ყველას გახსოვთ ალბათ ეს რიონის ხეობის ბლოკადა, ნამოხვანის ბლოკადასაც ვეძახდით მას ჟურნალისტები. დღეს ჩამოვიდა აქ არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე და პირველივე დღეს კანონმდებლობით გარანტირებული საჯარო სხდომა ჩაკეტა. ამათთან რა გამჭვირვალობაზე უნდა იყოს ლაპარაკი? რუსული ქცევის მეტი არაფერი იციან. თავისუფლებამ ზიას! თავისუფლებას ინდისის პატიმრებს! არარუსულ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! ეს იყო გელა მთივლიშვილი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საჯარო სხდომა იხურება მედიისთვის და ასე ხდება მხოლოდ რუსეთში, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არის და აი ასეთ რეალობაში გვიწევს ჩვენ დღეს ცხოვრება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო ირჩევს დღეს აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს, რომელიც არის სანქცირებული პირი სულხან თამაზაშვილი და მას ამ წუთებში უსმენს აჭარის უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატები, რომლებიც მოგვიანებით მისი დამტკიცების პროცედურებს კენჭს უყრიან. თქვენ ხო მოხვედით სამართლიანობის სახელით. აი დღეს გეპატიჟებით სასამართლო პროცესზე. ყველაფერს გამოგიგზავნით, ყველა ვიდეოს, ყველა ვერ გაექცევით, რომ იმალებით დაამბობთ, რომ აი ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა ვერ იქნება აჯობდა, რომ აკვეთ იყონი და არ მაინტერესებს. გამოდით და თქვით, არის თუ არა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! დიახ, თქვენ უსმენთ აქ მედიის წარმომადგენლები პარალელურ რეჟიმში მართავენ საპროტესტო აქციას და ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, რომელიც თავის მხრივ არის რეჟიმის პატიმარი და ის უკვე საპატიმრო დაწესებულებაში იხდის ამ დროისთვის საშელს, თუმცა ჯერჯერობით ბრალი მას არ აქვს ოფიციალურად წარდგენილი, დამტკიცებული უფრო სწორად. დღეს სხვათა შორის უნდა გაიმართოს მისი სასამართლო პროცესიც. ახლა მედიის წარმომადგენლები ინაცვლებენ უკვე იმ ტერიტორიისკენ, სადაც არის სხდომათა დარბაზი და ამ ფორმით და ხმაურით ისინი ცდილობენ, რომ ხმა მიაწვდინონ უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებულ დეპუტატებს. აუცილებლად განსაჯელის ხანზე იქნები დაადალე. ხალი რო ჩასვით ციხეში ჟურნალისტი მაგით ხარ ბედნიერი ყოფილი? არა, ზუსტად ვიცი რა ტყუილის ვიშას. ყველაფერი ნანახი მაგოჩა და აუცილებლად მოვყვები ამ ყველაფერს. არ გიძიალა. ავტო გაასწორე. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას!
თავისუფლება მზიას! 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 აქ არის ის თავისუფლება მზიან აღლობას! თავისუფლება სინდისის პატიმრე! ატომის მილიციის უფროსი ირაკლი გეგუაძე გადაწყავს! სრულნაზარალებული! ალყური რომ მიიღო და რომ აეწოა სახე და რომ იცახის რომ იქონესა და ტკივილი განიცადა! ცეცხლიც რომ აწმევს! ცეცხლიც რომ აწმევს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას! როდემდე ისხდებით გისოსებში, შიშლებო, მედია ვერ დაუშვით დღეს ხდომაზე, იმდენად ერთი სიტყვისაც კი გეშინიათ, სულხეთ ამაზაშვილი არ გიკვირს შენგან ასეთი გახურული სისტემა, 2 წელი რიონის ხეობაში, იმერეთის პოლიციის უფროსი რომ ბრძანდებოდი, ბოლკადად გქონდა აგებული, ადამიანებს თავის სახლებში არ უშვებდი, შენ როგორ უნდა მართო აჭარა? ცეცხლი ივანიშვილის რეჟიმს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! შემიძლია ინტერვიუ მოგცე. დიახ, ისმენთ, პირდაპირ ეთერში ვართ. ძალიან კარგი. ეხლა მოვდიოდი ჩემ საქმეზე რაღაც საქმე მქონდა ქალაქში და მომიტინგეების პირს უკან ადამიანები ილანძღებოდნენ. რისთვის ილანძღებოდნენ? დღეს ისეთი მთავრობა გყავს, ადამიანს შვილი რომ მოუკლას, მთავრობის წარმომადგენელი შვილმა, ამ მთავრობის წევრმა ის ციხეში არ ჯდება. ის რაღაცნაირად გამოსავალს ნახულობს და ციხიდან გამოდის. ციხეში ვიждას? ქვეყნის ერთობისთვის, სიძლიერისთვის, წესიერი სასამართლოს მოსამართლებისთვის და წესიერი ნორმალური არჩევნების უკან დაბრუნებისთვის დაგვიბრუნოთ ჩვენი ხმა. ამისთვის მებრძოლი მზია ციხეში უნდა იждდეს. მთავრობამ ის დააჯარიმა თუ ციხეში ჩასვა არ უშვებს. სიცოცხლის უფლებას გისმობენ და ხალხი ვის აძლევს ხმას? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებ. დღეს თუ ჩემი შვილი არ გამოდა, მე გამოვედი არეგონოს მთავრობას, რომ პასუხს არ აგებს. თითოეულ ამ დანაშაულზე მომავალში ყველა აგებს პასუხს. როგორც ნაციონალურმა პარტიამ თავისი დანაშაულებების გამო პასუხი აგო ნაწილობრივ და უნდა აგოს კიდე, ასე ოცნების წარმომადგენლების ყველა აგებს პასუხს. ჩვენ გვინდა ნორმალური სასამართლო სიმართლისთვის და არა უსამართლობისთვის. ჩვენ გვინდა არჩევნები ჩვენი ხმებისთვის,
ჩვენი სიმართლისთვის, ვისაც ხმა მივეცით, ის უნდა მოვიდეს სათავეში და პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტი, რომელსაც არც ერთი დიპლომი არ აქვს და ის ფეხბურთელია, რომელიმე უმაღლეს განათლებულმა დოქტორმა, ასპირანტმა შეუვარდა სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ახლანდელ პრეზიდენტს, არა ხომ? გამორიცხულია, რაზე შემოგვივარდა საპრეზიდენტო კანცელარიაში ყოფილი ფეხბურთელი. მან ადრე განაცხადა ფეხბურთი რომ დასრულდება, მე სად უნდა წევიდე? სად წედი და წადი სოფელში ყანა მოთხარე ბატონო, თუ რამე საქმე არ გაქვს. საქმე არ გაქვს საპრეზიდენტო კანცელარიაში. საპრეზიდენტო სკამს დაიკარს 3 და 7 უმაღლეს განათლებული, რომელსაც უნარი აქვს ქვეყნის მართვის, პოლიტიკის წარმართვის, ეკონომიკის გაზილებების, წესიერი სასამართლოს და წესიერი პარლამენტის ჩამოყალიბების უნარი და თქვენ არაფრის უნარი არ გაქვთ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ ივანიშვილის მარიონეტი და თხოვ შენი ბეხი წაბზანდი, სანამ შენი ხელით, შენ თავზე თავლად შენ თვითონ არ დაისხარ. ქვეყანა ხალხს, თავისუფლება მზიას, ყველა პოლიტპატიმარს და მოვითხოვ ერთ და მნიშვნელოვანს. სინდისის პატიმრები ციხეში ჩდანა და გარეთ სტუდენტებს, რომელსაც 5,000 ლარი ჯარიმა დააკისრეთ და ჩვეულებრივ პატრიოტ ადამიანებს, ვის დაუკისრეთ 5,000 ლარი ჯარიმა. მომავალი ჩვენია ხალხის, არც ერთ დიდგვაროვან მეფეს არ მუტანიას ქვეყანა, თუ არა თავისუფალ ქვეყნის მოქალაქე ადამიანებს და ზუსტად ეს ადამიანები გაგებიებენ პასუხს. დამთავრდა თქვენი პარპაშის პერიოდი. დასრულდა ყველა ნარკომანი კარგად პარპაშებს, ნარკობიზნესი აყვავდა, პლანი აყვავდა, ხულიგნობა აყვავდა. ცირეწლოვანებს მიეცით გზა რომ იქურდონ და ნახევარზე მეტი კიდევ მაფიის ჯიბეში ჩადის, გააფუჭეთ ახალგაზრდობა. საით მიგყავთ ქვეყანა, თქვენ დაქცეულებო, ოჯახ დაქცეულებო, ამას ხდებით. საით მიაქანეთ ჯოჯოხეთისკენ, ეყო დასრულდა თქვენი პერიოდი. წავიდეს ნაციონალური მოძრაობის წევრები ყველა სათავიდან. ნურცი ბძვიან მოსვლაზე ნუოცნებობენ. ჩამეშვენ ამ თავისუფალ გმირ ხალხს, ნაციონალებმა და ოცნებამ იმაზე წინ წადით. გათახსირებულთა რომ უხართ სათავეში შეგცხვენ, თქვენი რომელიმე შვილი რომ მოკლას ხვალ, ვინმე ხულიგანმა გონიათ ისევ თქვენი თავრობის წარმომადგენლები და სასამართლო პასუხაგებიებს, რამდენი შვილმკვდარი დედატირის რომ ჩემი შვილის მკვლელი ნახეთო, სად არიან მკვლელები, ხულიგნები, ყაჩაღები, ქურდები, ყველა გარეთ პარპაშობენ, ციხეში ვინაა? მზია და მისთანა პატიოსანი, ჯარიმა ვის აქვს? ყველა სამშობლოს კეთის სინდისიერ და მოსიყვარული ადამიანს, როგორ აკიდეთ სტუდენტებს ჯარიმის ფულები, როცა საკუთარი ლუკნის ფული არ აქვს. შეგცხვეთ ქვეყანა, აჭარაში ხელმძღვანელი ვინ მოვიდა, გადადგა ერთი ვინ მოვიდა, მაფიის წევრი, ძველბიჭები, ეყო დასრულდა თქვენი პერიოდი. მე ვერ მომკლავთ, იმიტომ მე მწერალი ვარ, რომელსაც ციგნები ჯერ არ გამომიქვეყნებია. გვირგვინისთვინ არ ვიბძვი. მე დიდგვაროვანის წარმომადგენელთა შტო ვარ და თქვენისთანა მათხოვარის არა, ქვეყნიდან გადადექით. მადლობა ქალბატონო, ეს ხო მოქალაქე, რომელმაც ითხოვა მოსაზრების თქმა პირდაპირ ეთერში და ახლა უკვე მოусმინოთ ედერ თურატეს. ფსიქოპატის, გებუაძის, ქცევების, მოძალადის, მოდი ესე ვთქვათ, ბოდიშვილი, შეიძლება არასწორი ტერმინები გამოვიყენე, მოძალადეთ გებუაძის და მოძალადე გებუაძე მონა სვერბლია და არ შეიძლება რომ აი ესეთი მონის გამო მზია ამაღლობელი იყოს პატიმრობაში. მონა ბათუმის პოლიციის უფროსი, იმედია მალე მოშორდება ამ ქალაქს, ისე როგორც მისი ბოსი უკვე მოშორდა ამ ქალაქს, ალბათ სისტემაში დატოვებენ, მაგრამ მონა გებუაძის ადგილი საპოლიციო სისტემაში საერთოდ არ არის. მონა გებუაძემ სისტემა შეურაცხყო, სისტემის რეპუტაცია დაანგრია განსაკუთრებით ამ ქალაქში, თუნდაც მის თანამშრომლებს შორის, თუნდაც მის კოლეგებში და ამ მონის ადგილი საერთოდ პოლიციურ სისტემაში არ არის. მაგრამ სამწუხაროდ დღეს მთავრობის თავმჯდომარედ წარმოადგენს პოლიციური რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც არის სანქცირებული და სანქცირებული არის დიდი ბრიტანეთის მიერ. მის მიმართ არის სხვადასხვა სახის სანქციები და გებუაძეს იმედია გაუყენებენ აი ამ სანქციების გზაზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ბოდიში გამიგზელდა სიტყვა. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! მალხას მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. რაზე მეტყველებს, რომ უმაღლესი საბჭო დღეს ჩაიკეტა და დახურულ კარს მიღმა ირჩევენ რეგიონის პირველ პირს.
უმაღლესი საბჭო ბოლოს ალბათ 8 წლის წინ იყო ღია, სასაუბროდ, განსხვავებული ასრის მოსასმენად, მისაღებად. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ქართული ოცნების პირობებშიც კი უმაღლესი საბჭოს მუშაობის მიდგომებსა და მეთოდებში. იმის ნაცვლად, რომ დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარე ინტერესდებოდეს და კითხვებს სვამდეს ადამიანის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, გაჭიანებულ პროექტებთან დაკავშირებით, მაღალმთიანი აჭარის პრაქტიკულად გაჩერებულ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებასთან დაკავშირებით, დაუსრულებელ, მაგრამ 15-ჯერ დაანონსებულ ხულოს ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დავით გაბაიძე წერს სრულიად არავისთვის არასაჭირო ვიდეოებს რაღაცა ევროპაში არსებული ავტონომიების შესახებ და ამით ცდილობს რაღაცა ფუნქცია მოიძებნოს, არადა ეს ძალიან სამარცხვინოა და ძალიან ტრაგიკულიც კი არის, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც მას ძალიან კვალიფიციურ საჯარო მოხელედ იცნობდნენ აქ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მედიის წარმომადგენლები და ზოგადად საზოგადოება. დღეს უმაღლესი საბჭო არის ქცეული მორიგ საჯარო უწყებად, რომელიც სინამდვილეში არასაჯარო არის, რომელიც ძალიან კარგად დაექვემდებარა პარტიულ ვერტიკალს, ოლიგარქიას, სადაც არის მის კრიტიკული ხმა, მათი მხარდამჭერების ინტერესებიდან გამომდინარეც კი, მე არ ვამბობ სამოქალაქო საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე. დღევანდელი გადაწყვეტილება აი ამ თაიგულში უკანონო გადაწყვეტილებების არის ერთი გამორჩეული მაგალითი და ყვავილი და ეს ყვავილი საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკური დასამარების ყუბოზე იქნება მიტანილი, ამის გარანტიას რა თქმა უნდა ქართული საზოგადოება აძლევს მათ, იმიტომ რომ ძალა და სტრუქტურა, რომელიც არ გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, ერთ ვერტიკალს, ერთ ახირებულ უგვანო ოლიგარქს ექვემდებარება, ის ძალა აუცილებლად უხდება პოლიტიკურ სამარაში. მადლობა მალხაზ ჭკადვას უსმენთ თქვენ. დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც აჭარის არაკონსტიტუციურ, უпростоრად არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს ირჩევენ, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირი. დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაიხურა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის და ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დავით გაბაიძეს, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ არის ის დემოკრატი, ლიდერი და კანონზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება ცხადია დავით გაბაიძის ანგარიშზე და პასუხისმგებლობაზე იქნება და ჩვენ ცხადია ამას, როცა უკვე მასთან თუ გვექნება შესაძლებლობა გასაუბრების, ცხადია ამ გარემოებას შევახსენებთ და ვკითხავთ თუ რის საფუძველზე დახურა მან აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. ჩვენ ცხადია ადგილზე ვრჩებით და მოვლენების განვითარების შესაბამისად მოგვაწვდით განახლებულ ინფორმაციას. მადლობა ნდობისთვის, დროებით.